შეგახსენებთ, რომ ამ სტადიონზე გამართული დაპირისპირება საკმაოდ წყობის შერეკილები, ესეთი ამათ სახელი. ყოველთვის ბოლომდე ამხრევებენ გუნდს, აქ ბურდული, ნახოთ, სწრაფი შეტევა აქვს. მეშახტეს ბურდული ჩააწოდა საჯარიმოში და ესე შანსი, რომელიც დაითამაშეს ბურთი, დარტყმა და პირდაპირ ხელებში აქ შეცდომა, კარგი მომენტია, ძაგანია, დარტყმა და ხარიხას ხვდება ბურთი, რა მომენტი ვერ გამოიყენა. ზუსტია ეს გადაცემა, შეიძლება დარტყმაზე ფიქრის, დადიანი, ღუდუშაურზე პასი, ღუდუშაური, სრულ მოძრაობა, კარგი იყო დარტყმა, გააქოვა ბურთი ლევან შოუნაძემ. იმენტელი გრძელი გადაცემა, ღუდუშაური გრძელდება შეტევა, და ღუდუშაურის გადაცემა, დადიანი, დარტყმა და 1-0 ანგარიში გაიხსნა. ნიკოლოზ დადიანი გოლის ავტორი, იბერია დაწინაურდა. კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ღუდუშაურმა კარგი პასი გააკეთა, დადიანის დარტყმა და შვენიერი დარტყმა იყო, ძალიან კარგი. ლევან შოუნაძემ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი გაშვებულ გოლს. აი ასე 59 წუთზე წინ გადის იბერია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ყიბულელებს აქვთ რიცხობრივი უპირატესობა. გრძელდება შეტევა, კვირკვია. კარგია მათე კვირკვია ამ მომენტში პენალტი. პენალტი მათე კვირკვიამ მაინც გამოიმუშავა. იგი მაკარიძის წინააღმდეგ ყოფილი გუნდელები ერთმანეთის წინააღმდეგ სიხარულიძე გამორბენი დარტყმა გაიტანა. ანგარიში ხდება 1-1 და ზედელს იბერია გადავიდა ყიბულის მეშახტეში პირველ თამაში 2-0-ზე გაიტანა, ანგარიში 2-1 გახადა, მეორე თამაში 0-2-ზე გაიტანა და 1-2 გახადა და ახლა კუცია ჩააწოდა საჯარიმოში, სელიმოვიჩის დარტყმა 2-1. ვაჰიდ სელიმოვიჩი გოლის ავტორი 68 წუთზე მოახერხა იბერიას ლეგიონერმა და წარმაღალმა მოთამაშემ აი ასე კუციას ჩაწოდების შემდეგ იმენტელი მეურვეობდა მას და ვერაფერი ვერ ქნა აქ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა. 2-1 იბერია გადის ისევ წინ. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა, ხარიხას ხდება ბურთი, ძელს ხდება. ჯარიმა